ჩემი აზრით პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს რა არის პირველი მოხმარების სურსათი. რომ ეს კანონით იყოს გათვალისწინებული, ეხლა მე გავეცანი ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველგან არის თითქმის ეს სია და შესაბამისად ჩვენი ფასები და რაღაცები ძირითადად უნდა იყოს განხილული პირველი მოხმარების პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანი ყიდულობს, მიაქვს და იმით გაყალიბდება ფასი. ქათმის ხორცი გაქვთ ხოდელებაში? ყველაფერზე ვარ. მე მაგალითად გეტყვით ხახვზე, კარტოფილზე, გეტყვით და მაგალითად პირველი პროდუქტის იმაში საერთოდ ზეხვი არ შედის. რო იცოდეთ. არც ერთ ქვეყნის პირველი პროდუქტში არ შედის. მე პირიქით სიმპათიები მაქვს, მაგრამ ეს არ შედის და ეს ძალიან აუცილებელი არის, იმიტომ მე თუ პარლამენტი მიიღებს, შემდეგ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა უნდა ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს პირველადი პროდუქტების წარმოებაზე. ხათამი არის საერთოდ ხორცის მიხედვით ძალიან ეკონომიური, ვინცაც უჭირს და რაღაცა, იმის ხმარობს ქათმის ხორცს და შესაბამისად ამ სახელმწიფოს ეს მხედველობაში უნდა გქონდეს ამ პროდუქციის ფასის განსაზღვრის საშუალება და მიწოდების საშუალება. ჩემი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული ჩემი აზრით. რაც შეეხება პრობლემებს მე გეტყვით შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს ჩემი პრობლემები, თქვათ, კვერცხის წარმოებასთან, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სპეციალურად საწყობები გავუკეთეთ დიდი და სიმინდის და ხორბლის შეძენას ვაკეთებთ, როდესაც ეს მოდის. და დაახლოებით ჩვენ მარაგები გვაქვს საკმაოდ დიდი, ვცდილობთ რუსეთიდან არ შევიძინოთ, არა პოლიტიკური მიზნების გამო არა, უბრალოდ როგორ არის იცით, რუსეთს რაღაცა პერიოდში არ ყოფნის ეს სიმინდი ხორბალი და ქართველებს რომ უნდათ ყიდვა, ისინი იწყებენ დაქვას, ვითომ სხვა პროდუქტი არის და ასე შემოდის. უხარისხო შემოდის, ახლა გეტყვით, ახლა ეს პრობლემა არის და ეხლა რაც შეეხება თვითონ წარმოების პრობლემებზე გეტყვით, რომ პრობლემები როგორ არა გვაქვს დაწყებული დენიდან დამთავრებული წყლით. დენი როგორ არის იცით, ენერგოპროჯოჯიას ხშირად უფუჭდება, მე არ ვიტყვი რომ ძალით რთავენ. საწარმოო წყვეტები გაქვთ ხშირი? საწარმოო წყვეტები გვაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ როგორ არის იცით ჩვენი წარმოება, თანამედროვე წარმოება და იქ დენი რო არ მივიწოდეთ 10-15 წუთი იგუდება მთელი ფერმა და ახლობით ზარალი შეიძლება 250,000 ლარის იყოს მინიმალური. ალტერნატიული წყარო გვაქვს გენერატორები და გენერატორებს ვთავთ. გენერატორები ყველა ფერმესთან არის და შესაბამისად იქ რო იმუშაოს იმ ადამიანები არის, რომელიც იმ გენერატორს ყოველ კვირა რთავენ, ამუშავებენ, რომ დამატებითი ხარჯები არის, მაგრამ ეს რეალობა არის. ხა წყლის პრობლემაც არის, წყლის პრობლემას ჩვენ თქვათ სასაკლაოში წყალს ხმარობთ, ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ტონას წყალს ხმარობთ. და შესაბამისად ჩვენ ვღებულობთ მელიორაციიდან მწყალს და ხან ზამთარში ცდილობენ რომ ნაკლებად მოგვაწოდონ, ხან ზოგიერთ დღეებში არ გვაწვდიან და რაღაც პრობლემები არის, მაგრამ ეს ყველა მიცის რომ არ შეიძლება რომ მოგვაწოდონ, რაღაც ცდილობ. ხანდახან ეს ხდება. ეს წარმოების პრობლემები. არის კიდევ ვეტერინარული პრობლემები, ეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სააგენტო ამის კურსი არის. მე ჩვენ აქ ახო ადამიანების ვარ და გეტყვით ის კვერცხის ნაკლებობა და რაღაცეები ნაწილობრივ იყო პროცესში ჩართული ეს დაავადებები და ჩვენთანაც ეს დაავადებები გვაქვს და ზოგი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ზოგი სასუნხეთიდან და ჩემი აზრით საჭირო არის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატაროს ვაქცინების პროცესი უფრო ფართო მასშტაბებით, იმიტომ რომ ქვეყანაში ეს დაავადებები
უნდა გაქრეს და პლუს უნდა იყოს რაღაცა შეზღუდვები ქათმის შემოტანაზე, ცოცხალი ქათმის შემოტანაზეც პრობლემა არის. მაგალითად წინა წელს ჩვენ ეს დენის თაობაზე მოხდა დენის თაობაზე დაახლოებით 250,000 ლარი ზარალი მივიღეთ. დახურული არ ყველაფერი, მაგრამ კიდევ პრობლემა არის თანამშრომლებით. ახლა თანამშრომლები სართიჭალა არის გამარჯვება სოფელში და იქ ძალიან გავრცელებული არის და შეიძლება ადამიანმაც გადაიტანოს ეს დაავადება და მოვიდეს ჩვენთან. მიუხედავად იქ საუცილებელი არის ბანაობა ყველაფერი, მაგრამ ნუ ხდება. ის დაავადებები, რომელიც ინფექციური არის, ჩემი აზრით უფრო უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტება. რატომ იქ არის ლაბორატორია არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომელიც მონიტორინგს აკეთებს და უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართული ვართ ამ პროგრამებში, მაგრამ უფრო მეტად. იმიტომ ინფექციები წლითი წლამდე იზრდება და იზრდება. ეს არის. ჩვენი მიზანს არ შეადგენს ქათმის ფასის მაღლა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ კოტირების საკითხს. ეს ალბათ თქვენი პრობლემაა გადასაწყვეტი, იმიტომ რომ კოტირება რას ნიშნავს? უყურეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა წარმოადგინონ რამდენ ქათამს ვაწარმოებთ და რამდენია ჩვენი ვალდებულება. ეს კოტირება მე ვთვლი, რომ კვერცხსაც უნდა გავრცელდეს. იმიტომ ეს არის ჩვენი შესაძლებლობები წარმოების. ასეთი საკითხი ყველგან არის, ის გერმანიაშიც არის, პოლონეთშიც არის, ევროკავშირში, რუსეთში ვერ შეიტან ვერსად. ჩინეთიდან შემოვიდა მკერდის ხორცი დიდი რაოდენობით ძალიან დაბალ ფასად. დაახლოებით 4 ლარის. და ქათმის დაახლოებით მე-13 არის წონით ქათმის მკერდის ხორცი და შესაბამისად ჩვენი გაგვიჩნდა დიდი პრობლემა. და ერთ-ერთი საკითხი როგორ გადავწყვიტეთ, ჩვენ დავიწყეთ ექსპორტი სომხეთში, აზერბაიჯანში, იმიტომ იქ შეზღუდულია ჩინური პროდუქცია ასე ადვილად არ შედის. მეორე საკითხი არის, რომ ქვეყანაში არის ბევრი წვრილი წარმოებები, რომლებიც არც სასაკლაო არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და დიდი რაოდენობით არიან ბაზარზე. ეს გაკვეთილებული ქათმები რაც არის, გაკვეთილებული ქათამი რაც არის, ეს რეალურად ჩვენი მწარმოებლები არიან, რომელიც არც საშემოსავლოს არ იხდიან, არც გადასახადს არ იხდიან, არც დღდ-ს არ იხდიან. ჩვენთვის სრული იყო ქსელებში შეგვეტანა პროდუქცია ქათმის, ნედლი ქათმის და გეტყვით, რომ წარუმატებლად, რატომ წარუმატებლად? თვითონ ქსელებში არ არის სპეციალური განყოფილებები ხორცის, სადაც ხორცის მიღება ხდება, დამუშავება ხდება და რომელიც პროდუქციაზე ძალიან იშვიათი არის, ზოგიერთთან ხდება, ძალიან იშვიათი არის და ამის გამო ჩვენ იძულებული ვიყავით ჯერ ჯიხურებში განვითარებია ქალაქში დიდი რაოდენობით და შემდეგ ეს როდესაც მოხდა ამის აღრძალვა, გადავედით მაღაზიებში. ალბათ სარეალიზაციო წერტილების რაოდენობა რო გაიზარდოს, წერტილების რაოდენობა ჩვენ ბევრი გქონდა დაახლოებით 75 გქონდა და ის ირაკლი ხმალაძე ქალაქის მერის უმოკლიერო იყო. ერთჩვენიერ თქოს გითხრა, რომ თქვენი ყველა ეს ჯიხურებიო წითელ ზონაში არისო. და წითელი ზონიდან როდესაც აღმოჩნდა, შესაბამისად წაიღეთ ახლა აქედან და საწაღვიღო აღარ ვიცოდი და ზარალი საკმაოდ დიდი რაოდენობით განიცადეთ. მაღაზიებში ბრენდული ჩვენი ის არის და იქ შესაბამისად იქ მინიმალური ხარჯები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ფასი ელექტროენერგიაზე ჩემი ინფორმაციით მოიმატებს, რამდენად მოიმატებს მე არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ ჩვენ ხელშეკრულება 2027 წლამდე მოვაწერეთ. გაზის ფასის დენის გაზ და რასაკვირველია იმოქმედებს თვითღრებულებაზე. საქართველოში არის წარმოებლები და მე ვფიქრობ, მე მათაც წარმოვადგენ და იმათი ინტერესიც არის ახლა.